გამარჯობათ. დღევანდელი ჩვენი ლექსიის თემაა სამოქალაქო განათლების სწავლება-სწავლის ძირითადი მიდგომები. თავარი კითხვები გვექნება ისევ ძირითადი ტერმინები და მათი განმარტებები, რომელსაც გავიმეორებთ ან გავიცნობით, როგორ ვასწავლოთ სამოქალაქო განათლება და რას მოვამზადებთ სემინარისთვის. დღეს შევხვდება ორი ტერმინი, ორი ძირითადი ტერმინი, ეს იქნება კრიტიკული აზროვნება და ინტერაქტიული სწავლება. კრიტიკული აზროვნება ნიშნავს საკუთარი თუ სხვისი სუბიექტური მოსაზრებების გადასინჯვისა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების უნარს. ინტერაქტიული სწავლება კი სწავლების ისეთი ფორმაა, როცა მოსწავლე საკუთარ ცოდნასა და უნარებს აკავშირებს მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციასა და გამოცდილებასთან. წინა ლექციაზე აღვნიშნეთ, რომ სამოქალაქო განათლების შედეგი უნდა იყოს მოსწავლეთა სრულყოფილი წარმოდგენა სამოქალაქო თამაშის წესებზე და მასში ყოველი მოქალაქის როლზე. სამოქალაქო თამაშის წესების დაცვა, კერძოდ სწავლება-სწავლისთვის ღია და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა შენარჩუნება, უპირობოდ გულისხმობს სწავლება-სწავლის მეთოდებისადმი ყურადღებას, რადგან სწორედ ეს მეთოდები უყრის საფუძველს მოსწავლის ქცევას. თუ მოსწავლის როლი სასწავლო პროცესში პასიურია, ისმის საცოდნის მიმღებია, მაშინ იგი პასიურ პიროვნებად ყალიბდება და შემდგომში მოქალაქედ, შესაბამისად პასიურ მოქალაქედ, ხოლო თუ მოსწავლის როლი სასწავლო პროცესში აქტიურია, ძირითადად იგულისხმება გონებრივი აქტიურობა, მაგალითად ახალი ცოდნის დამოუკიდებლად მოპოვება მასწავლებლის ხელშეწყობით, მაშინ იგი ყალიბდება ინიციატივიან, მოქმედ და პროდუქტიულ პიროვნებად. ტრადიციული სასწავლო პროცესი სქემის სახით ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ. ეს იყო ინფორმაციის შეტყობინება, რომლის სუბიექტი იყო აუცილებლად მასწავლებელი, ხოლო ობიექტი მოსწავლე, დამახსოვრება, ანუ მოსწავლის მიერ ინფორმაციის დამახსოვრება და სიტყვით აღდგენა. რასაც ჩვენ მოყოლას ვეძახდით, ხო? დამახსოვრებულ ინფორმაციას მოსწავლე სიტყვით აღადგენდა და გადმოსცემდა. ასეთი პროცესის შედეგად მიიღებოდა პასიური, ინერტული, რიტუალური ცოდნა. მოდერნიზებული ეს პროცესი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად შეიცვალა და მოდერნიზებული სასწავლო პროცესის სქემა ასეთია. ინფორმაციის გადაცემა, რაც გულისხმობს თავისთავად შეტყობინებასა და ახსნას, ინფორმაციის გაგება და დამახსოვრება და ინფორმაციის აღდგენა, აღდგენა პლუს გამოყენება. აღდგენა შეიძლება იყოს სიტყვით ან გარდაქმნით, საკუთარი სიტყვებით და გამოყენება შეიძლება იყოს ნიმუშის მიხედვით ან შემოქმედებითად. ასეთი პროცესის შედეგი არის ქმედითი ცოდნა, უნარჩვევები და დამოკიდებულება, ანუ ამ სამი კომპონენტის ჯამი. ინოვაციური სასწავლო პროცესი მთელი რიგი თავისებურებებით ხასიათდება და სქემაზე მოცემულია ეს თავისებურებები. კერძოდ, ინოვაციური სასწავლო პროცესის მახასიათებლები არის განათლება, აღზრდა, განვითარება. ამოცანები არის ტრადიციულ სასწავლო პროცესს პლუს ინტელექტუალური ოპერაციების ფორმირება და ასეთი მახასიათებლების შედეგი არის ქმედითი ცოდნა, უნარჩვევები და განწყობა დამოკიდებულებები, როგორც ვთქვით. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის თავისებურებები მოკლედ შეიძლება ასე ჩამოვთვალოთ. მოსწავლის აქტიური როლი, მასწავლებლის ხელშემწყობი როლი, ჯგუფური აქტივობები, ყოფა ცხოვრებასთან დაკავშირებული შინაარსი, მოსწავლის ინტერესების გათვალისწინება, დასჯის, გამოცდის, დაზუსტვის არარსებობა, შინაგანი დისციპლინის ახალისება, აღმოჩენის და დამოუკიდებლად სწავლის
სტიმულირება. როგორ ვასწავლოთ სამოქალაქო განათლება? რა ძირითადი პედაგოგიური მიდგომები უნდა გამოვიყენოთ? კრიტიკული აზროვნება და ინტერაქტიული სწავლება ის ორი ძირითადი ელემენტია, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს სამოქალაქო განათლების სწავლებას. სამოქალაქო განათლებაში თავისი როლის გააზრებულად შემსრულებელი ადამიანის აღზრდის მთავარი საშუალება არის კრიტიკული აზროვნების განვითარება. რა არის კრიტიკული აზროვნება? დემოკრატიულ საზოგადოებაში განათლების მნიშვნელოვანი მიზანია აღზარდოს ისეთი ადამიანები, რომელთაც შეეძლებათ პრობლემის ანალიზი, ყურადღებით ფიქრი იმაზე, რასაც კითხულობენ ან ისმით, და გადაწყვეტილებების მიღება საკუთარ ანალიზზე დაყრდნობით. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამგვარი აზროვნება, კრიტიკული აზროვნება, უნარია, რომლის პრაქტიკული გამოყენება შეიძლება ვასწავლოთ. ამ მოსაზრების გათვალისწინებით, მათ, ვინც სახელმძღვანელოებს წერს, აუცილებლად უნდა იზრუნონ, რომ გაკვეთილში უხვად იყოს მოცემული კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებისა და გამოყენების საშუალებები. ასევე უნდა იზრუნონ იმ მასწავლებლებმაც, ვინც სახელმძღვანელოებით, ასეთ სახელმძღვანელოებით ასწავლის მოსწავლეებს, რომ სრულყოფილად გამოიყენონ სახელმძღვანელოში მოცემული და არა მარტო კრიტიკული აზროვნების განვითარების საშუალებები. კრიტიკული მოკლედ ვიტყვით კრიტიკული აზროვნების როლს. სამოქალაქო საზოგადოებაში თავისი როლის გააზრებულად შემსრულებელი ადამიანის აღზრდის მთავარი საშუალება არის კრიტიკული აზროვნება. რა უნარების განვითარებაა საჭირო კრიტიკული აზროვნებისთვის? პირველ რიგში განსაზღვროთ, რა არის კრიტიკული აზროვნება. კრიტიკული აზროვნება ეს არის საკუთარი თუ სხვისი სუბიექტური მოსაზრებების გადასინჯვისა და კითხვის მიზნის ქვეშ დაყენების უნარი. ხოლო თემაზე სლაიდზე გთავაზობთ კრიტიკული აზროვნებისთვის საჭირო უნარების ნიგილერისეულ სიას. კერძოდ ეს არის პრობლემის გაგება, გავსებებისა და განსხვავებების შედარება, პრობლემასთან დაკავშირებული ინფორმაციის განსაზღვრა, შესაბამისი კითხვების დასმა, სხვადასხვა ფაქტებსა და მოსაზრებებზე დაყრდნობით საკუთარი დასაბუთებულებების გამოტანა, თანამიმდევრულობა, არარსებული დაშვებების წარმოდგენა, სტერეოტიპების, წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრის და კლიშეების გამოცნობა, ფასეულობათა სხვადასხვა სისტემებისა და სხვადასხვა იდეოლოგიების გაგება, მონაცემთა შესაბამისობების ამოცნობა, მოსალოდნელი შედეგების წინასწარ განჭვრეტა. შენიშვნაში ნახავთ, რომ არგუსში იდება დამატებითი მასალა კრიტიკული აზროვნების ძირითადი ნიშნების შესახებ, ხოლო დამატებითი